de facto არჩევნების შესახებ, რომელიც გაიმართა ოკუპირებულ აფხაზეთში და საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება, დაძაბული ფონი იყო, შეიარაღებული თავდასხმების უბნებზე და შემდეგ და ბადრა ბუმბა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ზეიმობს გამარჯვებას. ასევე საინტერესო არის ის მომენტი, რომ აი ამ ინციდენტზე სწორედ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო გამოძიება და ესე ღიად არის ჩართული ამ პროცესებში. მინდა მხოლოდ შეაფასოთ ვითარება ოკუპირებულ რეგიონში, აი ეს გამართული de facto არჩევნები და თქვენი მოლოდინი როგორია მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, თუ ელოდებით, რომ აი ეს დაძაბული ვითარება, რომელიც იყო თანხმდა ეგრეთ წოდებული არჩევნების თემას კვლავ გაგრძელდეს, აი რა თუ ელოდებით ახალ დაძაბულობას ისევ აფხაზეთში. რა თქმა უნდა გაგრძელდება ეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ პრაქტიკულად აფხაზეთში არის კლანობრივი მმართველობა. კლანები მართავენ ქვეყანას. და ზოგ კლანს გასასვლელი აქვს თქვა რუსეთის პოლიტიკოსების ერთ ნაწილზე, მეორეს მეორე ნაწილზე და იქაც კიდე ესე იგი მიდის ესეთი დაყოფა. მაგრამ გარდა ამისა არის აქ კიდე ორი მიმართულება, ეს არის თურქული და რუსული მიმართულება. არძება, რა თქმა უნდა, თურქეთის მიმართულებით უფრო შემჩნეულია ვიდრე რუსეთის და ამიტომ არის რომ პრაქტიკულად ჩაიხსნა რუსული ესე იგი მხარდაჭერისგან. რაც შეეხება ბადრას, თქვენ თვითონ თქვით რომ რუსების დანიშნულია პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, რუსეთი გააგრძელებს ამას. რა თქმა უნდა, რაღაც თქვენ თქვით რომ ჩართულია საგამოძიებო კომიტეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავის მოქალაქეებს იძიებს, იმიტომ რომ აქ ამის უფლება, რადგან აფხაზეთის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობად არის გადაწერილი. მაგრამ ეს საკითხი კიდე საინტერესოა იმით, რომ დადგება ალბათ და არ ვიცი როდის რესტიტუციის საკითხი. იქაც მაშინ პასუხი მოეთხოვება ისევ რუსეთს, რადგან იმათი მოქალაქეები ცხოვრობენ ჩვენ სახლებში, დატოვებულ სახლებში. ეს ძალიან საინტერესო საკითხია და რატომღაც ჩვენ მაინდა-მაინც ხედველობაში მაქვს საქართველოს აი ამ საკითხს მაინდა-მაინც არ ვაცოცხლეთ, როგორც იქნებიან, უფრო მეტი დაძაბულობის შეტანა საჭირო ამ საკითხში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხია. აი მიახლოებით ახლა რაც მე წარმომიდგენია დაპირისპირება რა თქმა უნდა იქნება. ერთი მხრივ ვიცით კიდე როგორ სიტუაცია, ახლა ვიცი რომ ეს თემა მაინდა-მაინც არ უყვართ, მაგრამ აი აბსურდი კლანია არძიმბას კლანი. თვითონ არძიმბას, ვლადისლავ არძიმბას დედა იყო თურქი, იაჯისოღლი იყო. და ესე იგი ეს გავლენები ყოველთვის იყო. აი როდესაც ბაღაფშმა პრაქტიკულად პატარა ნაბიჯები გადადგა თურქეთისკენ, არის ვერსია, რომ მოუსწრაფეს მას სიცოცხლე. და ეს ბრძოლა დიდი ხანია დაწყებულია იქ, თავიდან იქ თურქეთის გავლენა უფრო მეტი იყო, შემდგომ რუსებმა ისე იმძლავრეს, იქ წვავდნენ თურქულ მაღაზიებს, იყო რაღაც დაპირისპირებები, მკვლელობები და თანდათან გააძევეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთიდან წამოსული მახაჯირები იქ არ დასახლდნენ, არიან. ბევრს ეს მიწებიც კი აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ნაყიდი, შეიძლება არ ცხოვრობდნენ აფხაზეთში, მაგრამ მიწები ნაყიდი აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე და საკმაოდ ბევრი. მფლობელს ხო იცით, ყოველთვის აქვს უფლება. დადგება დრო, როცა დაჭირდებათ, ამას გააკეთებენ. ერთი სიტყვით იქ მიმდინარეობს კლანობრივი ბრძოლა, მიმდინარეობს აი თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების რაღაც ესე იგი მომენტი და აი ამ ფონზე ყველაფერი ის რაც ხდება პრაქტიკულად ძირი და ფესვი არის აი ეს მიმართულებები. და ის ტკივნეული საკითხი აფხაზური საზოგადოებისთვის ვიცით ხომ რაც იყო და რაც უძღვებდა წინა ყველაფერს აპარტამენტების თემა და ასევე საინვესტიციო შეთანხმება და ამ მიმართულებით რა მოლოდინი არის რომ აი ეს ორივე ეგრეთ წოდებული შეთანხმებები იქნება თუ არა მიღწეული თქვენი რუსეთს ოკუპაცია კი მარტო ოკუპაცია არ აწყობს, მას ანექსია ჭირდება ამ მიწების და ეს გადადგმული ნაბიჯები, რაც აპარტამენტებში შეეხებოდა, პრაქტიკულად ამაზე მეტყველებდა. თავიდან, როდესაც
წარმოიქმნა ეს ეგრეთ წოდებული ესე იგი სახელმწიფო მათ კვეთრად თქვეს რომ აფხაზი უნდა იყოს პრეზიდენტი აუცილებლად მიწებს არ გავყიდით მიწების არ გაყიდვაში მეცხოველებით ვეთანხმები მათ განსხვავებით ჩვენგან რომ ძალიან ბევრი მიწა გაიყიდა ისე რომ შემდგომ მათი ბედიღბალი გაურკვეველია მაგრამ დადგა სხვა მომენტი და დგება სხვა მომენტი ესე იგი დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში იცვლება აფხაზების არასასარგებლოდ სომხები მატობენ რუსები და პრაქტიკულად შეექმნება სიტუაცია ამას დრო ჭირდება არა რუსეთს არ ეჩქარება კრემლს არც არ ეჩქარება რაც როდესაც იტყვიან რომ იცით რა ეს არადემოკრატიულია ესეთი მიდგომა რომ მარტო აფხაზი უნდა იყოს მიწები არ გაიყიდოს და ასე შემდგომ და მიაღწევენ ამას და უმრავლესობა იქნებიან ჩაატარებენ რაღაც გარკვეულ ესე იგი არჩევნებს ისე და ირჩევენ ან ერთს ან მეორეს ეს საკითხი რომელიც დღეს აფხაზებს მიაჩნდათ რომ ისინი ამით იცავენ თავის მიწას პრაქტიკულად გადაწყდება ის დაძაბულობა რომელიც დღეს შეიმჩნევა ჩემი საზრით აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ესეც ინსპირირებულია კრემლის მხრიდან იმიტომ რომ კრემლს წინს რომ სომხეთმა გაიხედა დასავლეთისკენ და შეტრიალდა მისკენ და ამიტომ ეს გარკვეულად წილად მისცეს ამ საკითხსაც პატარა საშუალება რომ გამოჩენილიყო ძალიან დიდი სირთულეები დგას აფხაზური საზოგადოების წინ ამას დაამატეთ ნარკომანია ამას დაამატეთ ბანდიტიზმი პრაქტიკულად და პრაქტიკულად ნუ ძალიან მოკლე ხანში ეს ეთნოსი გაწყდება აი მიახლოებით ამას რუსეთი არ აჩქარებს სპეციალურად მაგრამ პრაქტიკულად დაჩქარებულია თავისი მოქმედებები და აპარტამენტებიც იგივეა ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი იმისა რომ კერძო საკუთრება შეეძინათ და შემდგომ სხვადასხვა ფორმით როგორც იტყვიან დაესაკუთრებინათ ეს მიწა